ღვთისმთავრობის სახელით მინდა დღეს გავიხსენო და პატივი მივაგო ყველა იმ გმირ სამოქალაქო და სამხედრო პირს, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და გამთლიანებას. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან მტკიცედ დგას იმ პრინციპზე, რომელიც არის გაცხადებული ჩვენი სახელმწიფოს მიერ და სამშვიდობო პოლიტიკის მდგრადი და თანმიმდევრი ნაბიჯების მეშვეობით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ დეოკუპაცია, ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. დღეს ტრადიციულად პატივს მივაგებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს. რა თქმა უნდა, როცა მივაგებთ პატივს ადამიანებს, რომლებმაც თავი დასდეს სამშობლოსათვის, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის საქმე, რისთვისაც ეს ადამიანები დაიღუპნენ. რუსეთმა კი მიაღწია სამხედრო წარმატებას, მაგრამ პოლიტიკურ წარმატებას მან ვერ მიაღწია პირიქით, პოლიტიკურად ის სასტიკად დამარცხდა. დამარცხდა იმიტომ, რომ არაღიარების პოლიტიკამ გაიბარჯვა. ცხინვალი და აფხაზეთი არის სულ რამდენიმე რუსეთის სატელიტი ქვეყნის მიერ აღიარებული. ამ ექსპერიმენტმა, რომელსაც ქვია აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, არ გაამართლა და უკვე დღეს თვით რუსეთის საზოგადოების ნაწილშიც კი დგას საკითხი იმ აღიარების უკან გამოწვევის შესახებ. ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ტყუილად არ დაღუპულან. ისინი დაიღუპნენ საქართველოსათვის, საბოლოო ჯამში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდება საქართველოს. ჩვენ როცა აქ მოვდივართ, სწორედ აი ამ განწყობით მოვდივართ იმ გმირებთან, რომლებმაც 2008 წელს სიცოცხლე შესწირეს საქართველოს.